ახლა სტუდიაში იაგო ხვიჩიასთან. მოგესალმები იაგო კიდევ ერთხელ. გამარჯობათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და იაგო უსმენდი ოპონენტსაც და მინდა პირველ რიგში ამით დავიწყო. ანუ ნაწილი ოპოზიციის და თვითონ როგორც ამბობენ, აი იყო ერთ დროს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, თulis რომ სისტემურ ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ ის პარტიები, ვინც არჩევნებში მიიღო თვითმმართველობის არჩევნებში წელს და ცოტა ხნის წინ მონაწილეობა. რამდენად სწორი იყო აი ამ გადასახედიდან 4 ოქტომბრის აქციაც რო გავითვალისწინოთ და რა თქმა უნდა ამებზე ვისაუბრებთ არჩევნებში მონაწილეობა იმ ფონზე, როდესაც აი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციური ამორჩეველი დააკლდა არჩევნებს მათი მოწოდების შედეგად. მოგესალმებით, ნინო, მადლობა მოწვევისთვის. მე მგონია, რომ ჩვენი თავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაცა მოხდება, თითქოს ჭკუის სასწავლებელი ამბავი, რომელთაც ჭკუა ნახდათ უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვეხება და არაფერი არ იცვლება ამის შემდეგ. ისე აი თითქოს 4 ოქტომბერი არაფერი არ ყოფილა და ეს თითქოს არავის პასუხისმგებლობა არ ყოფილა. თითქოს ეს პასუხისმგებლობა იყო თქვენი მოსაზრებით. იმიტომ რომ ყველა ირიდებს საუბარი არის მხოლოდ 4 ორგანიზატორზე. ამ დროს გახსოვს პარტიის მოწოდებები, ხო, აი მეც ამის კითხვას ვცდილობ. თქვენი აზრი როგორია? პასუხისმგებლობის ზომები არის სხვადასხვა. ყველა სხვადასხვა ზომის პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველასი რომელიც კითხვას არ სვამდა, რა არის გეგმა? აი ამ კითხვას რო არ სვამდა, ტელევიზორში არ სვამდა ამ შეკითხვას, რომ მოდიოდა ვიღაც ადამიანი შენთან და გეუბნება 4-ში გამოდით, რას ვაკეთებთ იქ რო არ კითხულობდა და ისე გადიოდა. ჟურნალისტი, რომელიც აპიარებდა ამ მთელ ამბავს და 4-ში მოდით ხალხო და მთელი ეს ამბავი და ხალხს მოუწოდებდა, ისე რომ არ ეკითხებოდა ვიღაცას, აი ხაბე ისე დაიჭერეს, რომ არავინ არ კითხა, რა გეგმა გაქვსო. ისე რომ მას მონდომებოდა მის მოლოდინი თითქოს ციხიდან უნდა გაემჟღავნებინა ეს გეგმა ხაბე. ციხიდან იყო მოლოდინი გაემჟღავნებინა. მე უბრალოდ უცბად აღმოჩნდა რომ არჩევნების დღეს სადღაც პრეზიდენტის სასახლეში ვიღაცა წავიდა, ვიღაცა რუსთაველზე დაარჩა. არჩევნები მორჩა, დაიჭირეს 50 კაცი და პასუხი არის რომ რატომ არაფერი არ მოხდა, გეგმა სად იყო? გეუბნებიან რომ თურმე ლილუაშვილმა გიღალატა. ანუ ეს რო წინასწარ რო ყოფილიყო მაგალითად ნათქვამი რომ იგივე ტელევიზიას ან სხვა ტელევიზიას ეთქვა რომ ლილუაშვილის იმედი გვაქვს. თქვენ ჯერათ ამისი რომ შეიძლება რომ ნორმალური ადამიანი გასულიყო მიტინგზე იმის იმედად რომ ლილუაშვილი გადავიდოდა ხაბეს მხარეს ან პატა ბრუჭულაძეს მხარეს. ანუ ამის იმედად ხო არავინ არ გავიდოდა. და დღესაც ჩავიდა ეს ყველაფერი ხალხი ციხეში ზის, უკვე უნდა ირჩეოდეს რომ რა შეცდომა დავუშვით რომ მეორეჯერ ამ არ დაგვემართოს. დღესაც კი არავინ არ კითხულობს გეგმა რა იყო. რას უღალატა ბატონმა? ხო, ამას ხო ჩვენ კითხულობს ყველა და ელოდებიან ორგანიზატორებისგან რომ როგორღაც იქნებ ვინმე დაწეროს ან მოყვეს საპატიმროდან რა იყო რეალური გეგმა. ხო, არა, რეალური გეგმა. ხო, და წარმოიდგინეთ, სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია. ქართულმა ოცნებამ დაგეგმა ეს ყველაფერი. ქართულმა ოცნებამ აძახებინა ამდენი ხნის განმავლობაში ამ ხალხს რაღაც ერთი და იგივე. რაღაც სისულელე რომ არჩევნებზე ხალხი არ მისულიყო და 20%-იანი ხარდაჭერით 80% მიიღოთ. რაც გამოუვიდათ. და უცბად ამის შემდეგ როცა ეს გეგმა შესრულდა. მაგრამ რა მექანიზმით როგორ მოახერხა ეს ოცნებამ, რასაც თქვენ ამბობთ რომ აძახებინა არ მიხვიდეთ ანუ მოგეთ დაშვებას აკეთებთ რომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე შეკრული იყო, ან გარიგებული იყო ქართულ ოცნებასთან, როგორ ხედავთ ამ სკენას? ალიტას თვითონ ეძახდნენ მას რა ქვია ხაბეს, ხოცები. ამას მართლა ანუ ფიქრობთ რომ შიგნით იყვნენ ვიღაც გარიგებული ადამიანები? არა, როგორ შეიძლება თქვა რომ გიღალატა ლილუაშვილმა და ეს შინაარსი ისე გამოგივიდეს რომ შენ არ თანამშრომლობდი ლილუაშვილთან და შენ თუ თანამშრომლობდი ლილუაშვილთან შენ კი არ გიღალატა ლილუაშვილმა, შენ გადმოგიბირა ლილუაშვილმა და ეს სისულელები გაკეთებინა რაც აკეთე და რითიც მიითვისეს არჩევნები. მე ხო სწორად მესმის ყველაფერი. თუ საუბრობთ ამ საქმეში არის თუ საუბრობთ იმაზე თუ ამ საქმეში არის ლილუაშვილი გარეულია არა ოპოზიციის მხარდამჭერად, არამედ ოპოზიციის ამ ქსელში შესაწყობებლად და მე ასე გასაბითურებლად, როგორც გაუკეთეს ამათ. ახლა რა შეიძლება ენა მოუბრუნდეს ვინმეს, ვინც 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს აქციაზე მოდითო ხალხს ეუბნებოდა და ამბობდეს რომ ხალხო არჩევნებზე გასვლა რო არ გასულიყავით, ჩვენ დავამხობდითო. გეგმაც კი არ უთქვამთ რა იყო. ლიდერები ციხეში არიან და უბრალოდ არავინ არ იცის საერთოდ იგეგმებოდა თუ არა. არავინ არ არის ვინც ამბობს რომ იცი რა ქართულმა ოცნებამ მოიტყუა ჩვენ რევოლუცია არ გვინდოდა და ეს დამაჯერებელი იყოს თორე უცბად წარმოიდგინეთ ხალხი რომელიც ღიალ ეთერში იძახდა რომ მოდი ბიძინა დავამხოთო დღეს იძახიან რომ რევოლუციას არ ვაწყობდითო და რანაირად მიდის ეს ერთმანეთთან თუ 4-ში იძახდით რომ უნდა დავამხოთ ბიძინა ახლა რანაირად ხუთი დილით სხვა საქართველოში იქნება კი მე მახსოვს ასეთ ტიპის განცხადებები ახლა ნახე და რანაირად დღეს როგორ გიბრუნდება ენა და როგორ ამბობ რომ არაფერს არ აპირებდი
და თუ ამას ამბობ, მაშინ ისმაის თქვი, რომ არაფერს არ აპირებდი და ხალხს ატყუებდი. ანუ რაღაცა ხო რომელიღაცა ლოგიკამ ბოლომდე ხომ და გაამართლოს. ანის რომ რევოლუციონერი იყავი და არ გამოგივიდა და გადაგაგდო ლილუაშვილმა, თურმე მოღალატე ყოფილა. ან არაფერს არ აპირებდი და უბრალოდ ხალხს ატყუებდი, რომ ბლეფი იყო ეს ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს მოტივი რა იყო ამ ყველაფერს? თუ არაფერს არ აპირებდი 4-ში, ამდენ რაღაცას რო გაიძახოდი, მოტივი რა იყო? ამას რატო აკეთებდი? და ამაზე რომ პოლიტიკურ პარტიებს წინასწარ ესაუბრათ ხმამაღლა ვინც არ იღებდა ამაში მონაწილეობა. შესაძლოა სურათი შეცვლილი იყო, იმიტომ რომ ამაზე ყველა ალაპარაკდა ამის შემდეგ. იგივე ლელოც, რომელიც ამბობდა, რომ დილას არჩევნებზე საღამოს აქციაზე, ახლა ამბობს, რომ რა თქმა უნდა გამიჯნულია ამ აქციისგან და ორგანიზატორი არ იყო. ხო და ანუ აი მოკლედ პოლიტიკური პარტიების როლი რა იყო ამაში გარდა ორგანიზატორებისა? ორგანიზატორები გავიგე რომ რაღაც გეგმით მივიდნენ და ეს გეგმა ჩაეშალა, თუ არ ვიცი რა მოხდა. არანაირი რევოლუცია, ეს ყველაფერი იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია. ამაში რომელსაც წამოიგო ნაციონალური მოძრაობა ხალხი წამოიგო თორე ადამიანების დიდი ნაწილი ვინც ლიდერშიპში იყო ამ პროცესის მე დარწმუნებული ვარ რაღაცა დონის კონტაქტზე იმყოფებოდა ქართულ ოცნებას და თვითონ გაიძახოდნენ ანიტაო და თვითონ დღევანდელი მხარე იძახის რომ ლილუაშვილთან ჰქონდა ურთიერთობა ანუ ვინმე უარყოფს ურთიერთობას ერთი მხარე მეორე მხარეს ანიტას ეძახის ეს არის მათი ურთიერთობის შედეგად თუმცა უბრძოლოდ უარყოფენ რომ რაიმე ლილუაშვილთან რამე კავშირი ჰქონდა თან არა და მეორეს მხრივ ოპოზიციურმა მედიამ გამოაგდო ხო სალაპარაკოდ თემა ის რომ თურმე ლილუაშვილს ხდებოდნენ ესენი ერთმანეთში კონტაქტობდნენ ეს ხომ ორივე მხრიდან დასტურდება და თუ ესენი ერთმანეთში კონტაქტობდნენ მაშინ როგორ არ გამოდის ეს ქართული ოცნების სპეცოპერაცია ხაბე რომ მივიდა პირობითად ან ხაბეს რო დაუძახა ლილუაშვილმა და იქ გაარჩიეს რაღაც ამბავი 4-ში თქვენ ეს იყვირეთო და მე ისე როგორც დამთავრდა ეს ისე დამთავრდა ეს როგორ არ არის ქართული ოცნების სპეცოპერაცია აბა ხაბე სპეცოპერაციაა ხაბე ხო ინსტრუმენტია ამ თამაშში ისევე როგორც ის ადამიანები რომლებიც ხო არა სპეცოპერაცია თუ ჩავარდნილი გეგმა ამაზე რა ჩავარდნილი იდეალურად შესრულებული გეგმა სუსის არანაირი ჩავარდნილი გეგმა არ არის ეს გულისხმობ ოპოზიციის გეგმას არა ოპოზიციის გეგმა არ ქონია ჩემი აზრით თვითონ ხოხდა სინამდვილეში 4 ოქტომბერს რა შეგიძლიათ თქვენი შეფასება როგორია რა მოხდა 4 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ შეუსრულა თავის ამორჩევლებს 20%-იანი ხარჯებით ოპოზიციას არა ამორჩევლებს ძირითადად და ოპოზიციასაც ავტომატურად თან მაგრამ ამორჩევლები არ იდგნენ იქ 10000 კაცი დათვალა სანდრო რაქიაშვილმა. ჩათვალეთ რომ ეს მე-10-ია მაქსიმუმი რაც შეიძლება გამოვიდეს აქციაზე. ჩათვალეთ რომ 10 ამდენი ანუ სადღაც 120-დან 200.000-მდე კაცი სახში არის ამწმენით. მე ეს მაშფოთებს. ანუ ოპოზიციური ამორჩეველი დატოვა სახში ამას ოპოზიციური ამორჩეველი დარჩა სახში ხო სპეცოპერაციის შინაარსით გովარეობდა იმაში რომ მოგეწყო ისეთი საგიჟეთი რომ ადამიანები არ მისულიყვნენ არჩევნებზე, შენ ამით გადამწყვეტი უპირატესობა მიგეღო და ჩვეულებრივად დანარჩენი საფრთხე იმიტომ არ გექნებოდა, რომ შენ აკონტროლებდი სიტუაციას. მაგრამ უნდა დაგედგა, თითქოს რაღაცა რევოლუცია ხდებოდა, რომ მე დაგესაჯა, მიგეღო მორალური უფლება, დაგესაჯა შესაძლო რევოლუციონერები. და ფაქტობრივად გაგექო, რომ მათ შორის მიგეღო მორალური უფლება იმისი, რომ რაღაცა აუქმებ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას. თელი ეს ნარატივი და მე ამას მინდა ქართველმა ამორჩეველმა მიაქციოს ყურადღება. სიმართლე გითხრა ნაკლებად ჯერა რომ გაიგებენ რასაც ვამბობ. აი, როდესაც მე დავინახე, რომ ეს ხალხი აქციაზე გამოვიდა ვიღაცა ეძახდა 200.000 კაცი ავარ. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ბევრი ხალხი იყო ამ გულუბრყვილობის დასაჯერებლად. და უბრალოდ აი შემეცოდა ეს ადამიანები. ანუ აი უბრალოდ მართლა მეცოდება ეს ხალხი ვინც ციხეში მოხდა ამ სიგიჟის შედეგად. მართლა მეცოდება ის ხალხი რომელსაც იმედი ჰქონდა რომ რამე იქნებოდა 4-ში და დაიჯერა ის რომ ისე არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს. 4-ში დამთავრდებოდა. 4-ში დამთავრდება მაინც ეს ყველაფერი. და დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის რომ ის ხალხიც რომელიც ხარს უჭერდა თითქოს ამ ყველაფერს იზახიან რომ აი მათ შორის ბატონი ლევან სანიკიძეც ამბობდა რომ ორგანიზატორები გამოვლენ და რამე სიტყვიანო. გამოვლენ კი არა თქვენს რომ 8 დეკემბრამდე საერთოდ ხმას არ მოიგებს არავინო. რა თქვენ ფიქრობთ რომ მათ ამის თქმა უნდათ ხმას ვერ ამოიღებდნენ, აქამდე ვერ იყოდნენ, რამეს გეგმა რა იყო და როგორ იყო? არა, ეს მათ შორის ის რომ მათ არაფერს არ ელაპარაკებენ აქამდე. ესეც ამ სპეცოპერაციის ნაწილია, იმიტომ რომ მოთამაშეები უნდა გაიყვანო თამაშიდან. და არა ის რომ ახლა იმათმა იმჭერ მეტყველონ აქ. გეგმა უკვე შესრულებულია. ვისი ასე ვთქვათ სპეცოპერაციაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც თქვენ ამბობთ, ოპოზიციის მცდელობა იყო თუ ქართული ოცნების. ფაქტია რომ 4 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა რაღაც ახალი პოლიტიკური რეალობა. ერთი მხრივ ოპოზიცია რაღაც სრულდაბნეულობაშია ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდება. არსებობენ პარტიები თქვენი სახით და სხვა პარტია კიდე რომელიც შევიდა საკრებულოში. არსებობს ქართული ოცნება რომელიც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას აპირებს. მოკლედ, ყველა თავის გეგმით არის. რა ტიპის ახალი პოლიტიკური
რეალობა შეიძლება შეიქმნას და თან იმ ფონზე და დავასრულებ ცოტა გრძელი კითხვა გამომივიდა, როდესაც ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ რაღაც ახალი ჯანსაღი პოლიტიკური ველი უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ზოგადად ოდესმე არსებობდეს ოპოზიცია. ჩემი აზრით, სანამ ხალხი აზრზე არ მოვა, არაფერი არ გამოვა. სანამ ხალხს აი ამ სისულელების ჯერა. არა, თვითონ უნდა მოვიდეს. პოლიტიკოსები არა, პოლიტიკოსები ვერ მოიყვანენ აზრზე. ანუ ჩემი აზრით, აი წარმოიდგინეთ, მაგალითად ავიღოთ კორონა. ხო, ყველამ გავიარეთ, რაღაცა პერიოდი გავიარეთ და არავინ არ აღიარა შეცდომა. აი, კორონას მაგალითი იყო, როგორი მაგალითი, ერთმანეთი დავამწყდიეთ. ერთმანეთს რაღაცა ცოლ-ქმარს წინ ერთაჯდომას რო უგზავნდნენ. იქ რაღაცა მწვანე პასპორტებიო და რესტორნები თავის კლიენტებს რესტორანში არ უშვებდნენ. რაღაც საგიჟეთ ხო მოვაწყვეთ. ხო, რაღაც მომენტში გაირკვა. კი, მაგრამ ხო სამყაროშიც ხო გაირკვა რომ ეს საგიჟეთი იყო. ჩვენთან ხო ამაზე ბოდიში არავინ არ მოიხადა. ჩვენთან ხომ არავინ არ თქვა რამე შეგვეშალაო. ზუსტად იმას მაგონებს ეს შემთხვევა 4 ოქტომბერი არის ახალი კორონავირუსი. ოღონდ უფრო პატარა მოქმედების. თუმცა თუ ამას არ გავიაზრებთ, ამის დაბრუნების საფრთხე სულ იარსებებს, იმიტომ რომ სულ 4 ოქტომბრები არ არის, შინაარსობრივად საქართველოს 30 წლის ისტორია არის 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე. ხან ეს ხდება ასე ის. თუ ჩვენ მართლა არ გავიაზრებთ და არ გამოვიტან დასკვნას, რომ რატო გავყევით სისულელეს? რატომ დავიჯერეთ? მე კი არ საკუთარ თავს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. რატომ დავიჯერეთ ის, რომ ბიზნეს ხოცები ღალატობდნენ და იმათ იმედად რევოლუცია უნდა მოგვეწყო. რატომ გაუტარეთ პოლიტიკოსებს ის, რომ ისინი როცა გეუბნებოდნენ, რომ გეგმას არა იქ გეტყვითო? რომ დაიჭირეს ადამიანი, მერეც რო არ აღმოჩნდა გეგმა. დღეს რატო უტარებთ? ციხეში გმირებათ რატო ზის ხალხი, რომელმაც უამრავი ადამიანი საკუთარი ქმედებით ციხეში აღმოაჩინეს და არც კი ხსნიან და არც კი ამბობენ, რას აპირებდნენ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი? ანუ რატომ მოხვდნენ ის ადამიანები ციხეში, ამას გულისხმობთ? დანარჩენი ადამიანები ციხეში მოხვედრა, ვიღაც იქ რო შევიდა, აი ვიღაცა რო შევარდა და მე ვიღაცა რო შეყვა იმ რაღაცაში. ის ხალხი რო ციხეში აღმოჩნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ ხომ და აიღოს, რისთვის გავწერეთ ეს ხალხი? რამე გეგმა არსებობდა, სადაც რისკი ღირდა? და ამ ადამიანების გაწირვა პირობითად არ ჩვენ თავის გავწირეთ ხვებით. ხო გეგმა თუ არა გაქვს, შენ თუ რაღაცა წინასწარ დაალაგებულ თამაში სადღაც რაღაც სპექტაკლს დაგამ. იმ ადამიანებს რომელიც ამის შედეგად ზიანდება, რას ერჩი? ანუ უბრალოდ მათ ცხოვრებაში რა ხდება ამის შედეგად ხო უნდა წარმოიდგინო და ჩემი აზრით მაგაზე დიდი უტიფრობა ვიდრე არაფერს არ გეგმავ, არაფერს არ აპირებ, არაფერი გეგმა არ აქვს და ჩემი აზრით ყველა ეს დაკავებული გამოსაშვებია ციხიდან იმის გამო რომ არაფერს არ გეგმავდნენ. ესენი შეიძლება რა ვიცი თაღლითობაზე დაიჭირო, რომ ხალხს ატყუებდნენ რაღაცაში, მაგრამ გადატრიალებაზე დაიჭირო ხალხი, როდესაც გადატრიალება არავის არ ბუნებაში არ ქონია, არანაირი მტკიცებულება ამისი არ არსებობს, რომ ამას უნდა გეგმავდა. მაშინ ისკენ მოწოდება ბატონო ეგო თქვენ რატომ რას ფიქრობთ რატომ მოუწოდეს მათ ათონელის ქუჩისკენ აი წაღა ლევან სანიკიძეც ამბობდა რომ არავინ არ აპირებდა იქ შეჭრას და ეს იყო მოგონილი მაგრამ რანაირად როცა ჩვენ მოვისმენეთ ორივე ლიდერის მოწოდება აქციის მონაწილეების მიმართ რომ წავიდეთ ათონელის ქუჩაზე ანუ ეს თუ ქართული ოცნების დადგმული იყო როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი და მათი მოწოდება ათონელის ციხისკენ არა საქმე მაშინ მე როცა გულისხმობ ქართული ოცნების დადგმულს იქ გულისხმობ რომ მთავარ როლის შემსრულებელი ქართული ოცნების დანიშნულები არიან და არა ის რომ ისინი ქართულ ოცნებას ებძვიან. რა ეთყობა ამ ყველაფერს ან ნაცმოძრაობა რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, რა ეთყობა იმას ქართულ ოცნებასთან ბრძოლას. ხო, მაგრამ როგორ ბატონო ეგო ამას კი ამბობთ ხო, მაგრამ აი როგორ ქართული ოცნება ემზადება რომ საერთოდ აგრძელოს ნაციონალური მოძრაობა. ამაში შეიძლება რომ რაღაც ერთმანეთთან თანამშრომლობა იყოს, სადღაც ფარული რა შეაწყობს ნაციონალურ მოძრაობას, აიგრძელოს საკონსტიტუციო სასამართლოთი. მიშას გამოშვებაში თუ ცვლი პოლიტიკაში მოღვაწეობა და რა ვიცი მილიონი მუხლია დღეს მიშას გამოშვებაში თუ ცვლი ამას და თუ შენ გატყუებენ იმით რომ მიშას გამოუშვებენ დაშალეთ ნაცმოძრაობა და გაქვთ რამე ინფორმაცია რომ შესაძლოა სააკაშვილის თავისუფლებაში გაიცვალოს არა მე ინფორმაცია არ მაქვს მე მაქვს ვერსია მე არ მაქვს ინფორმაცია მე მაქვს ვერსია მაგრამ მე ჩემი ვერსია ასეთია რომ ამ სიგიჟეები რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა ნაცმოძრაობის თავს როგორც დაშალეს და გაანადგურეს პარტია როგორც აი 5 ნომერი აღარ არსებობს როგორც მანამდე 4 ნომრით რასაც უშვებოდნენ როგორ ამას შვიდათ იტანდა მიშა როგორ შვიდათ აიტანეს ის რომ ორი პარტია გავიდა არჩევნებზე და ორი სახში დარჩა და ყველაფერი გაუქმდა პარტიული რესურსები საკრებულოს ყოფილი წევრები რა ვიცი მექსიკის გავლით ამერიკაში წასვლას აპირებენ ანუ მილიონი სხვადასხვა პრობლემების წინაშე დადექი ეს უფასოდ რატო გააკეთე და ვინაიდან ანუ არ მჯერა რომ ახლა მიშა ფულით მოისყიდა ვიღაცამ და ციხეში ზის მაგრამ ფულს იღებს გონია რომ ერთადერთი რაც შეიძლება მისთვის შეეთავაზებინათ იყო ის რომ მოდი შენ დაშალე ნაცმოძრაობა დედაუტირე ამ პოლიტიკურ ველს გაგვინაღდე გამარჯვება ისე რომ არავინ მოწინააღმდეგე არ დაგვრჩეს ამ პოლიტიკურ ველზე და გაგიშვებთ
ჩემი აზრით ეს ამას გავს ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დათმობდა ნაციონალურ მოძრაობას, თქვა საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ. თავისუფლების სანაცვლოდ ნაცმოძრაობა შეიძლება დაეთმო, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა მაინც მიხეილ სააკაშვილია და ამას ყოველთვის გამოვასწორებ. თავარია გარეთ იყო თავისუფლებაში. მე უბრალოდ ვერ ხვდები კონცეფტს როგორ შეიძლება ამაში ენდო. და როგორ შეიძლება ჩათვალო, რომ ეს შენ თუ შეთანხმდი ასეთ შეთანხმებაზე თუ დაშალი ნაცმოძრაობა, მე-5 წელს გამოგიშვებენ ასე. განა არ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ შენ როგორ შეიძლება ამაში დარწმუნებული იყოს? სხვა ვერც ერთი ლოგიკური ახსნა. რატომ გააკეთეს ნაცებმა ის რაც გააკეთეს? რატომ გაანადგურეს საკუთარი პარტია? რატომ ანადგურებენ ახლა? რატომ დაცინეს საკუთარ ამომრჩეველს? რატომ დაცინეს საკუთარი თანა? არ არის. თქვენში გულისხმობს სხვა ოპოზიციური პარტიების. პირობითად, იმიტომ რომ სულ იყო საუბარი ნაციონალურ მოძრაობა რაღაც მონსტრივით, თავარი ოპოზიციური პარტია ყველას იკრავს, მე ხელისუფლება საუბრობდა კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე და მოკლედ სულ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ ტრიალებს სამყარო 2012 წლის შემდეგ გულისხმობ ოპოზიციურს ამ შემთხვევაში და ნუ ხელისუფლებაც თავისთავად. არის ეს იგივე ოპოზიციური პარტიის ინტერესში და არ არის, რომ თქვა ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობდეს. ვიწრო ერთი არის ვიწრო პარტიული ინტერესი ვის რა, მე უფრო მეტყმაცავი ხარ, მაგრამ მეორეს მხრივ უცბად წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც ყვირის, რომ ოპოზიცია ვანგრევ, ამშვები, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ ადგილს იკავებს, ხმაურით, აი რაღაცნაირად აურას აბინძურებს, ამით იკავებს და ისე ფიზიკურად ნადგურდება, საკუთარ თავს ინადგურებს. და ეს თან გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. 2012 წლიდან. ხო, 2012 წლიდან განსაკუთრებით მიშას დაჭერის მერე საერთოდ სხვა იმაზე ავიდა, დონეზე ავიდა. და ეს არ შეიძლება ზოგადად გაწყობდეს, იმიტომ რომ შენ ხო რაღაცის ცვლილება გინდა ამ ქვეყანაში. და შენ უბრალოდ ან გინდა რომ გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ რომ ნაცმოძრაობა სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობს ეს პარტია და ჩვეულებრივად იმის გამო მას იყენებენ საფრთხობელად, თქო თან ცუდ საფრთხობელად, იმიტომ რომ მარტო უკვე აღარ აფხოს ეს აფრთხობს ხალხს და ამიტომ გახდა საჭირო. ხო და სწორედ ამ ინტერესთან გამომდინარე რატო არ არის თქვენს ინტერესში, რომ აღარ არსებობდეს ნაციონალური მოძრაობა პირობითად. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პოზიცია. გააჩნია ის როგორ არის არსებობს. ანუ თუ მაგალითად წარმოიდგინეთ ვიღაცას აქვს ქვეყანაში ის ძალა რომ კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, ადამიანებს უკრძალავს პოლიტიკაში საქმიანობას და თვითონ წყვიტავს ვის აუკრძალოს და ვის არ აუკრძალოს, მე შეიძლება დღეს და ხვალ მაწყობდეს დროებით, მაგრამ ეს ძალაუფლება ჩემამდეც მოვა. და მე არ მინდა რომ ეს ძალაუფლება ბუნებაში არსებობდეს. არც ერთ ნორმალურ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აწყობდეს ისეთი ძალაუფლება ვინმე სხვა ვიღაცის ხელში, რომელიც თუნდაც ჩემს კონკურენტს აუქმებს, რომელიც თუნდაც ჩემს კონკურენტს არასაჯაროდ ამ სიგიჟეებს აკეთებინებს, რასაც აკეთებენ და მათ შორის აკეთებინებს ისეთ რაღაცას, რომელიც სხვა ადამიანებს შარავს. და ხა წარმოიდგინეთ, რომ რამდენი ნაციზის ციხეში ეს თამაში თუ ადამიანების თავში არ შევიდა, თუ ადამიანებმა ეს არ გაიაზრეს, რაშიც ხდება. ცოტა ხანში სხვა ლიდერი გამოვა ციხიდან. გამოვა, რა ვიცი, ვაშაძე გამოვა, ჯაფარიძე გამოვა, მელია გამოვა და ისევ გაგრძელდება ეს თამაში. ისევ გაგრძელდება ეს სიძულვილით ავსებული თამაში, სადაც ხედავთ გამოსავალს დრო ცოტა რჩება და ამიტომ მინდა გითხოთ, რომ მოყვებით რასაც საუბრობთ, მაგრამ აი როგორ ხედავთ, წაღანაც გითხეთ, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება? ან ახლა აი უფრო ჯანსაღი პოლიტიკური რაღაცა აეკრობა ცხოვრება. აი როგორ ხედავთ, რომ ამის შესაძლებლობას სად ხედავთ? და თქვით რომ პოლიტიკური წმინდანი ვარ, ეს არ შემიძლია არ ვახსენო. ერთ-ერთ ეთერში და თუ თქვენ წმინდანი ხართ, აი ჯერ რატომაც ნიშნავს პოლიტიკური წმინდანობა, ჯერ ეს ამიხსენით. რაღაც ძალიან აღმატებითი იყო ეს შეფასება. არა, ეს იყო რაღაცასთან შედარებით ზოგადად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე თვითონ იქვე განმარტე, რას ნიშნავდა, რომ 10 წელია პოლიტიკაში ვარ, 10 წლის განმავლობაში მე და ჩემს პარტიას არ გვითქვამს შეგნებული ტყუილი, შეგნებული ცილის წამება და არ გვიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის. სულ ერთნაირად მოქმედებთ. ხო და ასეთ ტიპის პოლიტიკური წმინდანებით უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრი, გულისხმობ არათქვევდეს ამომრჩეველს ამას გულისხმობ თუ რაიმე ახალი პარტიას შეიძლება გამოჩნდეს ოპოზიციაში და საერთოდ როგორ ხედავთ რაღაც ან გაერთიანებას ხედავთ, არ ვიცი, აი სად და როგორ ხედავთ ქართულ ოპოზიციას? იცით როგორ არის, რომ მე ამ კითხვაზე საპასუხოდ ერთი უცნობი გვაქვს ისეთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უცნობი არის ქართველი ხალხი. რამდენი ხანი შეიძლება ქართულმა ხალხმა აიტანოს ის, როგორც მას ექცევა, როგორც ეკაიფებიან, ძალიან მარტივად რო ვთქვა. აი ჩვენ ვეუბნებოდით წინა საარჩევნოდ, რომ 4 მილიონი ადამიანს ვანახეთ, ჩემი ერთ-ერთი ვიდეო კლიპი იყო, არ ჭამოთ. მარტო ეს რაღაცა იყო. ყველა იფიქრებს, რომ თქვენ გაჭამოთ, მშვიდობიანი რევოლუცია გაჭამოთ ეს არ ჭამოთ და ჭამეს. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავიგოთ, რა უნდა ქართულ ხალხს. მე მაგალითად დღეს ახლა ვფიქრობ, რომ ბიძინამ ყველაზე კარგად გაიგო, რაც უნდა ქართულ ხალხს და ქართველი ხალხი მიყვება იმას, რასაც ბიძინას თავაზობს. კი, უმრავლესობა უჭერს, თქვათ, მათ ხარს. იცით რაღაცა ბევრი სხვადასხვა რაღაც მარტო ის კი არა, რომ ქართულ ცნობას უჭერს ხარს. არის ვიღაცა ეზიზღება ვიღაცასთან შედარებით ესა. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შევთავაზოთ ქართულ ხალხს უკეთესი გეგმა, ვიდრე ბიძინა თავაზობს.
მისი გეგმა საქართველოს შესახებ არის, რომ მოდი იყოს ეს ქვეყანა კარგი სოფელი. აი სოფელი ჩვენთვის იყოთ, არ ვიხმაუროთ, იქ ქალაქები ერთმანეთს ვაჭრობენ. ჩვენ ქალაქი გვინდა შევთავაზოთ. მე არ მინდა სოფელში ცხოვრება. მე მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს ქალაქი და მინდა რომ თბილისი იყოს ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ამ ხედვაში არ ვემთხვევით ერთმანეთს, თორე მე ძალიან კარგად მესმის მისი ხედვა, რომ არ გავიშაროთ, არ გვინდა ჩვენ გლობალური საკითხები. მოდი ჩვენთვის ვიყოთ, აგერ ვივაჭროთ ამასთან, ახაც ფული ვიშოვოთ, იქაც ფული ვიშოვოთ და ამას უპირისპირდება ცარიელი ემოციები მეორეს მხრიდან. არა რამე კონკრეტული გეგმა, როგორ ვიქცეთ ქალაქად. არა კრიტიკა თუ რატომ არ უნდა ვიყოთ სოფელი. და არა თქვა საქართველოს ისტორიის კონსერვატიული გადააზრება, მათ შორის რომ ჩვენი წინაპრები არ იღვწოდნენ იმისთვის, რომ დიდი სოფელი აშენებულიყო აქ. ჩვენი წინაპრები იღვწოდნენ იმისთვის, რომ ცივილიზაციის ნაწილი ყოფილიყავით. რაც არ უნდა ყოფილიყო, ცივილიზაციისკენ ყოფილიყავით. რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, ეს არ არის ცივილიზაციისკენ ყოფნა. ეს არის ჩუმად სოფელში ჩაკეტილი ყოფნა. და ჩვენ გვინდა რომ მოდი ხალხო გავიაზროთ ახალი გეგმა, როგორ გავხდეთ ცივილიზაციის ნაწილი, სოფლიო ცივილიზაციის ნაწილი. ამას სჭირდება აშენება ამ გეგმას, ამას სჭირდება მუშაობა. კი, მე გაცნობა, მე ამოვჭრება ასე შემდეგ და ის რომ გაგებინება და ასე შემდეგ. ის რომ ბიძინა ცუდია რუსეთი რაღაცა კრემლის აგენტი, ასე შემდეგ. ეს არ მუშაობს და ამისთვის რაღაცა მარტივი გადაწყვეტები კი არ არის საკმარისი. საჭიროა ის რომ ვის ხალხი რომელიც აფუჭებს საქმეს და ასეთი არის თქვენი კოლეგების უდიდესი ნაწილი განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე. ეს ხალხი უკვე უნდა წავიდეს დამსახურებულ პენსიაზე. ჩვენ თუ გვინდა რამე გაიგებე როგორც მედიაზე ზეწოლა. არა, რა ზეწოლა, მე როგორ შეიძლება ზეწოლა მოვახდინო მედიაზე, კაცო. ნახეთ როგორი სიტუაცია. ეს მარცხი ვიღაცას უნდა დაბრალდეს. მარტო ხაბეს ბრალი არ არის. მარტო ბურჭუაძის ბრალი არ არის. მარტო ვიღაცის ბრალი არ არის. იმ მედიის უტვინობის ბრალია, რომელმაც სათანადო კითხვები არ დასვა და ვერ დაიცვა საზოგადოება. იმ სიკიშისგან რაშიც აღმოვჩნდით. ხო და აი ეს ვიღაცამ ხო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. რაღაც ხო უნდა შეიცვალოს. როგორ შეიძლება ზუსტად იგივე გრძელდებოდეს ქართულ მედია სივრცეში 4 ოქტომბრის მერე, რაც მანამდე იყო და არავის თავში არ მოძლიოდეს რამე ცვლილება. ხო და ჩვენ ეს უნდა ოქტომბრის მერე შევჯამდეთ თქვენ თვლით რომ კონკრეტული პასუხები უნდა გაესწეს რაღაც კითხვებს ვიღაცებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ რომ რაღაც სინათლე გამოჩნდეს ოპოზიციურ მხარეს და უნდა დავასრულო. აი ყველაფერი რაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ტელევიზიაში შუქდებოდა ადამიანებს დროს უთმობდნენ მათ უტარებდნენ ტყუილებს უტარებდნენ გეგმის არარსებობას. აი მაგ ხალხმა როგორ შეიძლება საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ ნახოს დაჭერილ ადამიანებთან მინიმუმ წარქმულ პერსპექტივასთან და ქოცები 80%-ით ზიან შუა აზიის რესპუბლიკასავით ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ამაზე არაფერს არ ვამბობ. მაგრამ იმ დაჭერილ ადამიანებთან ის რომ შენ აქეზებდი, ან თუ არ აქეზებდი, კითხვას არ სვამდი რომ კრიტიკული ყოფილიყავი ადამიანები რამეს მიმხვდარიყვნენ და 200,000 კაცი ქვეყანაში მოატყუეთ, არასწორი წარმოდგენები შეუქმნიან და დღესაც რო ამაში აცხოვრებთ. თუ ეს არ შეიცვლება, მანამდე როგორ შეიძლება რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ? ნახოთ ფაქტია რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა და პოლიტიკურ პარტიებს სჭირდება გამორკვევა რომ გამოჩნდეს ვინ რა გზას დაადგება. მე მინდა რომ იმედი მქონდეს რომ შეიქმნა ახალი პოლიტიკური რეალობა და რაღაცების რეალური გადაფასება მოხდება და არა ის რომ თითქოს ერთ-ერთი თარიღი ჩაიაროს ამ თარიღმა არავინ არ იყოს პასუხისმგებელი და ქოცებმა გააგრძელონ ხალხის დაჭერა და ამათმა ფულის აგროვება ჯარიმების გადასახდელად. ეს იქნება ყველაზე დიდი აბსურდი რაც დიდი ხანია სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხდება. რამე უნდა შეიცვალოს 4 ოქტომბერმა რამე უნდა შეცვალოს არა სახელმწიფო ფლანგზე ამ წუთას იმიტომ ეს არ გამოვიდა ასე ვერც გამოვიდოდა არამედ ოპოზიციის ფლანგზე და გავარკვიოთ მართლა ვინ არის და ვინ ვისი მითითებით მოქმედებს აქეთა ფლანგზე. მადლობა დიდი იაგო რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ღამის კურიერის სტუმარი იყო იაგო ხვიჩია გირჩის ლიდერი.